რა აკლიათ ქართველ მწარმოებლებს იმისთვის, რომ უკეთესი ხარისხის ვაშლი აწარმოონ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტი ჩაანაცვლონ, ხოლო ექსპორტი გაზარდონ. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ვაშლის ჯიშების მრავალფეროვნებისა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. რამდენად იზრდება ახალი ტექნოლოგიებით ვაშლის ბაღების გაშენების კულტურა საქართველოში და რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგანან ფერმერები, ნახოთ მაგრამ მამაცაშვილის რეპორტაჟში. იმისთვის, რომ ვაშლის ბიზნესში წარმატებას მიაღწიო, მუდმივად უნდა იზრუნო განვითარებაზე, თვალიადევნო თანამედროვე ტენდენციებს და გაითვალისწინო მომხმარებლის მოთხოვნები. ეს იმ რეკომენდაციების მცირე ნაწილია, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქართველ მეწარმეებს გააცნო. ანდრეი იარმაკის განცხადებით, ვაშლის წარმოება საქართველოში წლიდან წლამდე ვითარდება, თუმცა სახეობების მრავალფეროვნების, სათანადო ინფრასტრუქტურისა და სწორი შეფუთვის თვალსაზრისით კვლავ რჩება პრობლემები. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა კი კვალიფიციური კადრების დეფიციტია, რასაც თავად მწარმოებლებიც ადასტურებენ. Технологии так быстро развиваются, что нельзя. ვაშლის წარმოებაში ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამიტომ თანამედროვე ინტენსიური ბაღების სამართავად ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილი კადრები. ამ მხრივ საქართველოს ჩამორჩენა აქვს. როდესაც მსგავს საქმეში ინვესტიციას და ბაღის მოწყობასთან ერთად აუცილებელია იზრუნო კადრების გადამზადებაზეც. ამისთვის საუკეთესო საშუალება უცხოური გამოცდილების გაზიარებაა და სწორედ ამიტომ ჩვენ ქართველ მეწარმეებს კონსულტაციას ვუწევთ გასხლის მეთოდებზე. ვაშლის სახეობების მოვლის მეთოდებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ვერაფერს გააკეთებ თუ კი სწორი შესაბამისი მიმართულების მქონე და შესაბამისი გამოცდილებისა და ხერხების მცოდნე ადამიანი არ გეგულება სადმე მაინც. შარშან მაგალითად ტრაქტორი შევიძინეთ 44000 ევრო გადავიხადეთ და ძალიან გვინდოდა რომ ამ ტრაქტორს კარგად ემუშავდა. მშვენივრად მუშაობს კაცმა თქოს, მაგრამ ჩვენი ტრაქტორის ოპერატორისათვის კურსების პოვნა მინდოდა, რომ სადმე ესწავლა მას ეს ტრაქტორი ასე რატო მუშაობს და რა არ შეიძლება გააკეთოს ტრაქტორით და ვერ მივაგენით საქართველოში ამას სამწუხაროდ მაშინ. ახლა იმედი გვაქვს რომ სადღაც გამოჩნდება. პროგრამა დანერგე მომავალი მრავალწლიანი ბაღების გაშენებას 2015 წლიდან აფინანსებს. დღემდე ქვეყნის მასშტაბით 7000 ჰექტრამდე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსება კი 36 მილიონ ლარს აჭარბებს. გაშენებულ ბაღებს შორის ვაშლის ბაღებზე 934 ჰექტარი მოდის. სპეციალისტები და მწარმოებლები თანხმდებიან, რომ იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებისთვის აუცილებელია ხეხილის ინტენსიური ბაღების გაშენების პარალელურად სამაცივრე მეურნეობებიც განვითარდეს. სეზონზე შემოდგომით უხვად გვაქვს ხილი, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში ფუჭდება, იმიტომ რომ ვერ ხდება სრულად რეალიზება, მაშინ როდესაც გვიწევს ზამთარში გაზაფხულზე ხილის, იგივე ხილის შემოტანა სხვა ქვეყნებიდან იმპორტით. სწორედ აღნიშნული სამაცივრო მეურნეობები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სეზონურად სტაბილურად შევინარჩუნოთ ხარისხიანი პროდუქცია, ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია და ჩავანაცვლოთ იმპორტით. ეს მიმართულება დინამიურია, პოზიტიური ეფექტი გვაქვს წელს მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოსავალი გვაქვს ალბათ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ვაშლის წარმოებაში, რაც თავისთავად ფასებში აისახა, ზოგ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა ფერმერებისათვის არ არის ხოლმე სასიამოვნო წელს ფასი შედარებით უფრო დაბალია. მაგრამ ფაქტია, რომ ინდუსტრია აი ამ კრიზისიდან, რომელიც იყო ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, გარკვეულწილად გამოვიდა და გვაქვს უკვე იმაზე საუბარი, რომ არის შესაძლებელი, რომ გვისაუბროთ უკვე საექსპორტო პოტენციალზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ვაშლის ექსპორტი როგორც ფულად, ისე რაოდენობრივ გამოსახულებაში გასამმაგებულია. გასულ წელს ქვეყანამ 2600 ტონა ვაშლის ექსპორტის შედეგად $1,300,000 დოლარამდე შემოსავალი მიიღო. სპეციალისტების შეფასებით საქართველოს ვაშლის ექსპორტის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა ამ პოტენციალის ასათვისებლად ფერმერებმა ახალი სახეობები უნდა განავითარონ და წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგონ. თემაზე საუბარს სტუმართან ერთად განვაგრძობთ. გიორგი ჯიბლაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეა. დღეს ჩვენი სტუმარი, ბატონო გიორგი, მოგესალმებით. მშვიდობის, დიდი მადლობა. მობრძანებისთვის, როგორც სიუჟეტიდან შევიტყვეთ, ქვეყნის მასშტაბით ჯამში 7000 ჰექტარამდე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი გაშენდება. რამდენად დამაკმაყოფილებელია ასეთი შედეგი? შედეგი შთამბეჭდავია ცალსახად, თუმცა რაც უფრო მეტი მით უკეთესი ალბათ იმისათვის, რომ გქონდეს ის
პროდუქტი, რომელსაც გააჩნია საექსპორტო პოტენციალი და რომელიც ამავდროულად ჩაანაცვლებს იმპორტს. რა პერსპექტივა აქვს ამ ბაღებს რეალურად? პერსპექტივა საკმაოდ ნათელია, როგორც აქედან ვხედავთ, ვინაიდან ეს არის ის პროდუქტი, რომელიც საკმაოდ მაღალ მოთხოვნადი არის ქვეყანაში. შე შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდის და პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ახალი ბაღები აძლევს ქვეყანას იმის შესაძლებლობას, რაც წეგან აღნიშნა, რომ იმპორტი ჩაანაცვლოს და საექსპორტო პოტენციალი გაზარდოს. ანუ ის რაოდენობა, რაც დღემდე ბაზარზე არის, ხილს გულისხმობ ბუნებრივია, ხო? არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავუშვათ და არ დავამატოთ ახალი კიდევ ჰექტრები დავუშვათ. არა, საკმარისი ნამდვილად არ არის. თვითუზრუნველყოფის დონე ჯერ არ არის ისეთი, რომ სასრულად აკმაყოფილებდეს ეს ბაღები. ბაზარი, ხო, მაგრამ იმპორტიდან მოთხოვნილებული არსებობს. ჯერ უნდა დავაკმაყოფილოთ, რა თქმა უნდა, საკუთარი მოთხოვნილებები და ამავდროულად ვიფიქროთ საექსპორტო პოტენციალს. და კვალიფიციური კადრების ნაკლებობაში რა იგულისხმება? ალბათ ის აგრონომები, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ ახალი ტიპის ინტენსიური ან ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღები იყოს ისე მოვლილი, როგორი მოვაც მათ ესაჭიროებათ. ამისათვის პროექტდარგებო მომავალში გვაქვს კომპონენტი ტექნიკური დახმარების, როდესაც პროექტის პირობები ითვალისწინებს, რომ ყველა ბენეფიციარმა გაიაროს ტრენინგი და ამისათვის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ამ ტრენინგს. აი პრობლემა ზუსტად იქ ჩნდება ხოლმე ალბათ ამ წამყვანების დამეთანხმებიან, როგორც კი ახალი რაღაც იდეა ჩნდება და უცებ ვამბობთ, რომ არ არის კვალიფიციური კადრები. ესე იგი, სანამ ახალი ბიზნესი არ დაიწყოს, მოდით ესე მარტივად რომ ვთქვათ, მანამდე აი ეს კადრების არარსებობა არ ეთყობა ამ ბაზარს, ანუ ან ტრენინგი არ ჭირდებათ ამ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულები არიან დაუშვათ ხილის ბიზნესში. რო ჭირდებათ პრინციპში ამას ხედავთ ჩვენ ბაზარზე იგივე. რადგან ჭირდება, ამიტომ არის პროექტის ერთ-ერთი პირობა, რომ აუცილებელი არის ტრენინგი ჩაუტარდეს იმ პირებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში მიიღებენ დაფინანსებას. პროექტის ფარგლებში არ მიიღებენ მონაწილეობას, მე ამათ გულისხმობ. ვინც პროექტის ფარგლებში არ მიიღებს, აქ პროექტზე ლაპარაკობთ მაინც და პროექტში ჩართულობა. დაახლოებით, აი ეს ბაშლი ხო მაინც იქნება ჩვენს ბაზარზე, ამის პარალელურად, რასაც შემდეგ ამ პროექტის ფარგლებში იმ ადამიანებს, რომლებსაც ისტორიულად მოყავთ ვაშლი, ტრენინგები, მგონია რომ მაინც ჭირდება. შენ დამატებით პროექტებზე. თუმცა ეს პროექტის პირობა არ არის. ხო, ამ შემთხვევაში ვინც ჩართულია, მოდი ამაზე ვიარო. ხო, ვინც ჩართულია, ამ ადამიანებზე ვილაპარაკოთ. იმიტომ რომ ძალიან რთულია, თუნდაც ცნობიერების შეცვლა ამ მიმართულებით ჩვენ ვისაუბრეთ, ვიდრე თქვენ შემოხვიდოდით, რომ არაერთი ტრენინგი ტარდებოდა, თუმცა დასწრება ამ ტრენინგებზე ძალიან მცირეა. ამიტომ ანუ სავალდებულო კომპონენტია თქვენს პროექტში, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, რომ განვითარდნენ და მეცაც ვიტყვი, ხელშეკრულებით აქვთ ბენეფიციარებს, თანადაფინანსების ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს ტრენინგის გავლა, ისინი ვალდებული არიან, ტრენინგი გაიარონ, თუმცა ცნობადობის პრობლემა არის, ნამდვილად მან წალსახად, იმიტომ რომ დაახლოებით 1000 ბენეფიციარი ყავს დაფინანსებული, საიდანაც 200-ზე მეტი ტრენინგს არ დაესწრო. მათ მიუვიდათ წერილი, ისინი არიან 200-ზე მეტი. მათ მიუვიდათ წერილი, წერილები დაეგზავნა და ესე შემდეგ ვფიქრობ, რომ ეს მამა პაპადგან ასე მოგზდეთ და ჩვენ ასე გავიზარდეთ, ჩვენ ასე ვიცით და შესაბამისად არ ცვლიან ამ სწავლმეთოდებს. ახალი ჯიშები შემოდის ქვეყანაში, ჩვენი მამა პაპა ძალიან კარგად უვლიდა იმ ხეხილის ბაღებს, როდესაც ისინი მათ უვლიდნენ, თუმცა ახალი ჯიშები შემოვიდა, ახალი კლიმატი იცვლება და ესე შემდეგ და იმ ახალ ჯიშებს სხვანაირი მოვლა ჭირდება და ამ სხვანაირ მოვლას ცოდნა ჭირდება. ამისათვის ძალიან დიდია სხვაობა იმ ტრადიციულ მოვლასა და აი ამ ახალი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ აი ამ აგრარულ კი, ინტენსიურ ტიპის ბაღსა და ჩვეულებრივ ბაღს შორის ძალიან დიდი განსხვავება არის, თუნდაც წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟით გამოწვეული ის ინტენსივობა საკმაოდ მნიშვნელოვანი არის და ძალიან ისეთი ცოდნა ჭირდება, რომელიც თან კონკრეტულად წვეთად მიაწოდებს იმ საჭირო ნივთიერებებს თითოეულ ნერგს, რომელიც მას ესაჭიროება. ქართული ჯიშის ვაშლს, ბოდიში, აი ქართული ჯიშის ვაშლს ზოგადად, აი რეალურად რო ვთქვათ. საექსპორტო პოტენციალი რამდენად დიდი აქვს? საკმაოდ მაღალი გემოვნური თვისებები აქვს ქართული ჯიშის ვაშლს, შესაბამისად აქვს საექსპორტო პოტენციალი. რა თქმა უნდა, მაგრამ ამავდროულად საინტერესოა ის ახალი ჯიშებიც, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არის გამოყვანილი და რომელსაც მაღალი მოსავლიანობა გააჩნიათ, რა თქმა უნდა,
დადებით გემოვნურ თვისებებთან. ახალი ჯიშის მოყვანა საქართველოში და მე ექსპორტზე გატანა ესეც იგეგმება? ეს ბიზნესის გადასაწყვეტი არის, ზოგადად ნებისმიერი არა მარტო ვაშლის, ნებისმიერი კულტურის გაშენება არის ძირითადი კულტურების შესაძლებელი პროექტანები მომავლის ფარგლებში. შესაბამისად ბიზნესმენი, აგრობიზნესით დაკავებული პირი თვითონ ირჩევს რა კულტურის ბაღი გააშენოს და მე რომელ ბაზარზე გაიტანოს. და სადაც მოთხოვნა იქნება ის გაიტანოს. თუ ტრენინგი არ გაიარეს ამ ადამიანებმა, როგორ გაგრძელდება? ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედებდა ცალსახად. ანუ მიზანი პრინციპით ამ პროექტის არის, რომ იმპორტირებული ვაშლის, ანუ ის ჯიშების მოყვანა დავიწყოთ ჩვენ საქართველოში, ხო? ეს არის ერთ-ერთი მიზანი. უფრო არის ინტენსიური ტიპის ბაღები, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღები. ანუ რას ნიშნავს, რომ გაგვიმართოთ ინტენსიური ტიპის ბაღები? 1 ჰექტარზე მოსავლიანობა ბევრად მაღალი არის, ვიდრე შეუძლებელი სტანდარტული ბაღები. გასაგებია და მთავარი. არო მაღალ ეფექტიანად რომ გამოვიყენოთ ის მიწის ფართობები, რომელიც საკმაოდ შეზღუდულია. კი ბატონო, და მთავარი ერთ ბოლოს ვიკითხავ, ხო? სამაცივრო მეურნეობები. ჩვენ თუ მოსავალს მივიღებთ და ვერ დავაფასოთ და ვერ შევინახავთ, პრინციპში შედეგიც არ გვექნება. დღეის მდგომარეობით რა მოსავლიანობაც გვაქვს ქვეყანაში, ამას აკმაყოფილებს სამაცივრო მეურნეობების სიმძლავრეები, მაგრამ ვინაიდან ახალი ბაღები შენდება, ბაღები რომლებიც სულმსხმოიარობაში მე-4, მე-5 წელს, მე-6 წელს შედიან და თითქმის 7000 ჰექტარი ბაღი არის გაშენებული, ამათთვის ამ ეტაპზე ნამდვილად არ გვაქვს სამაცივრო მეურნეობების, სწორედ ამიტომ თავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ 2019 წლიდან კვლავ ამოქმედა შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი, შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც თავის თავში მოიცავს აგრარულ დაფინანსებას სამაცივრო მეურნეობის და სასაწყობო მეურნეობის. კარგი ბიზნესია, რა თქმა უნდა, ვინც გვისმენს ახლა, თუნდაც სამაცივრო მეურნეობა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ თქვენს და თქვენს ბენეფიციარებს, რა თქმა უნდა. გიორგი ჯიბლაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო ჩვენთან. საუბრობდით ხეხილის ბაღებზე და ახალ პროექტზე.